მოგესალმებით ვიფასო მეგობრებო, მსვენელებო. მე მინდა ახალი ამბებით დავიწყოთ დღევანდელი ვიდეო. ეს არის 10 დღის უკანდელი ამბავი. 10 არ იქნება უკვე 11 დღის უკანდელი ამბავი ისმაილი პერესის. ხო, მე შენახული მქონდა კიდე ერთი ორი ვიდეო, მაგრამ ეს უკანა დათარიღებითა და მე არ მინდა მისი ძველი ამბები გადავთარგმნო. რა და ახლა ის ჩქარა ვითარდება მოვლენები, რომ მე ვცდილობ ახალ-ახალი ამბები შემოგთავაზოთ. მე ხომ ყოველთვის ვერ ვთავი ინტერნეტს თვეში ერთხელ-ორთხელ გამომდის ჩართვა, იმიტომ რომ მე აქ სხვა საქმესაც ვაკეთებ. ვთარგმნი ბლავატსკაიას წიგნს, რადგან ძალიან საინტერესოა. ერთმა მსმენელმა კომენტარში მითხრა, რომ ეს ბლავატსკაია იყო სატანისტი, მაგრამ სინამდვილეში ის მიორებს ხო ის ნათქვამს და წადიო და მოინანიეო მამაუს. ჯერეთი მე თუ რამე დავაშავებ, ვინანიებ, ჩვენ ყველანი ვწოდავთ და თქვენ დავდივართ თუ არა ამა თუ იმ საეკლესიო სარწმუნო შენობებში, ობიექტებში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სულთავდებით, რადგან ჩვენ ცოდვები, იმდენი ცოდვები მოყვება ჩვენი წარსული ცხოვრებებიდან, ჩვენ მონანიება კი არ გიშველის, არამედ უბრალოდ მონანიება კი არ გვიშველის მოძღვარის წინაშე არა, ის მასთან მონანიებით ვერ მოინანიებს თავის ცოდვას, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ზოგს უმრავლესობას გონია, რომ ის გადის ერთ-ერთ და ბოლო ცხოვრებას თავის რაღაც ამ ცხოვრებაში. სინამდვილეში ჩვენ ერთი და ორი კი არა, ჩვენ გვაქვს ბევრი ცხოვრება გავლილი და ძალიან ბევრი შესაძლებლობა გვაქვს იმ წარსულ ცხოვრებებში დაშვებული და ჩვენ თუ ამ ცხოვრებაში რაღაცა გვჭირს ან დაუშვათ, არის ხალხი, რომლებიც აქვთ სახკარი, მაგრამ მაინც ბომჟად ცხოვრება ურჩევნიათ, არის ხალხი, რომლებსაც აქვს საშუალება, მაგრამ მაინც ლოთობა ურჩევნია ქუჩაში. ახლა საქართველოში ინდონეზი არა, რომ ქუჩაში იბოდიალოს ვინმემ და თავისი საბუდნიკები, ესე ვთქვათ, ეძებოს და სხვას ალკოგოლი, მაგრამ რაც გეტყვით, იცით შემოკარგებო, ზოგჯერ წარსულ ცხოვრებაში ისეთი მძიმე დანაშაული ჩავდივართ, რომ ამ ცხოვრებაში ბევრია მოსული, როგორც მეძავე, როგორც ეს როგორც მათხოვრები, იმათ მიაჩნიათ, ახლა ვინც მე ვამბობ იმათზე იეზუიტებზე, კურდები იეზუიტებზე, ბევრი კურდები ცხოვრობს საქართველოში. არა, მუსულმანებზე უბრალოდ მე არ ვიცი კურდები იეზუიტები თუ მათხოვრობენ, მაგრამ მე რას გულისხმობ, ზოგიერთს მიაჩნია მაგალითად სიღარიბე, ზოგჯერ არის ადამიანის სასჯელი, რადგან მან მაგალითად წინა ცხოვრებაში რაღაც კი ჩვენ ვცდილობ და ვეხმაროთ. ხომ არის მაგალითად ამბობენ ადამიანს ნიჭი უნდა ქონდესო, არა ნიშნულობა არ აქვს, რომელ საქმეს მოკიდებ ხელს, მაგრამ ზოგს ნიჭი აქვს. ნიჭი თუ არ გაქვს, ვერცად საქმეში ვერ გამოდგებაო ადამიანი, ნიჭი არაფერ შუაში არა. უბრალოდ ადამიანმა თუ ადამიანი მისი ნების წინააღმდეგ ჩააგდეს იმ ცხოვრების წესში, რომელთაც ის ახლა ცხოვრობს, ბევრ შემთხვევაში თავისი ნებით მოდის, მაგრამ ბევრ შემთხვევაში სასჯელად მოევლინება ასეთი ცხოვრება. არა, მე არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ ახსნა, მე მინდა თქვენ ახსნა მოგაწოდოთ იმისა, თუ რა ხდება. და სხვათა შორის მე არ გამომდიოდა ცხოვრებაში არასდროს არაფერი, იმიტომ რომ მეგონა რომ აწინ წავიწებდა რაღაც გამომივიდოდა, მაგრამ უკან ხევდნენ. რატო? როდესაც მე ვაღიარე ისეთი ის ცხოვრება, რომელსაც მე ცხოვრობდი, რომ უნდა მემუშავა ვირივით, რომ სხვას უნდა მომსახურებოდი, რომ ჩემი გზა არ მქონოდა, ხო?
აი შენ უნდა აღიარო შენი მდგომარეობა, რომ მიიღო უბრალოდ შენი მდგომარეობა ისეთი როგორიც არის. უნდა მიიღო შენი თავი ისეთი როგორიც არის. როდესაც შენ აღიარებ შენ თავს, შენ მდგომარეობას, როგორიც ის არის, უცებ გაიხსნება გზა, უცებვე. შენ, როდესაც აღიარებ, მიიღებ უბრალოდ შენ მდგომარეობას, ხო? როგორი მდგომარეობაც არ უნდა გქონდეს, ძართულია. ზოგი იტყვის, შენ არ ყოფილხარ ასეთ დღეში, ან ის დღეში. არა ბატონებო, მე შეიძლება ახლა მეძავის დონეზე არ ჩამოვსულ ვარ, ან ლოცის დონეზე არ ყოფილ ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, მე ძალიან ბევრი ნახე ცხოვრებაში გაჭირვება. ახლა არ მინდა რომ მე საყვედური არ მითხრა შენზე ლაპარაკობ, მე ჩემზე კი არ ლაპარაკობ, ჩემო კარგებო. მე იმდენი გამოცდილება მაქვს ცხოვრებაში მიღებული, მე ჩემი ცოცხალ მაგალითზე გიყვებით უბრალოდ, რომ ჩემ თავზე კი არ ყვები. ჩემი ცოცხალი მაგალითი, ხო, აი, სხვისი მაგალითები რომ მოვიყვანო, ბევრი მაგალითი არსებობს, მაგრამ მეტყვით ხომ, გამოჩნდებიან ისეთებიც, რომლებიც მეტყვიან ეს სხვისი მაგალითია და შენ რა იცი, შენ არ გადაგიტანიაო. ხომ იცით? ადამიანის ხასიათი და ბუნება. ამიტომ მე ჩემზე კი არ ყვები, მე მომყავს უბრალოდ ჩემი მაგალითები, რომ აი გაჩვენოთ ნაღდი მდგომარეობა ნივთებისა, საერთოდ მდგომარეობა, ეს თუ ის მდგომარეობა და საერთოდ და მოდით ახლა პერეს მოვუსმინოთ, ისმაელ პერეს. ხო, ახალი ამბებით აქ ახლა მე ინტერნეტი გათიშული მაქვს და დასახელება ვიდეოსი ბოლომდე ვერ იხსნება, რადგან უნდა შეხვიდე მაშინ. ამიტომ ამას მე ბოლოსკენ დავწერ ვიდეოს დასახელებას. დავწერ ბოლოსკენ, როდესაც ვიდეოს ატვირთვას დავიწყებ ინტერნეტ ჩართვის შემდეგ. ხო, მინდა გითხრათ, რომ ეს 27 ოქტომბრის ამბავია, არც ისე შორეული 10 დღეს. ხო, და არ გამიხიზიანდეთ, რუსეთზე რატო ლაპარაკობ, საყვედური მითხრა ერთმა, ეს ამბობს თავის ქვეყანაზე. აბა რაზე მოვყვე, მე საქართველოში არ ხდება ისეთი ამბები, რომ მე მოვყვე, რაც დაკავშირებულია უცხო პლანეტელებთან. შეიძლება ერთმა, ორმა, სამმა პირმა, 10-მა პირმა იცოდეს ეს ამბავი, იმიტომ რომ მთავრობის დონეზე ყოველთვის ყველაფერი იციან, როდესაც ახალი მთავრობა მოდის, მათ აგებიებენ. რა ვიცი, შეიძლება არ უთხრეს, გააჩნია ახლა სიტუაციას. ხო და პერესი ყვება, რომ ამერიკის თავზეო უფრო ხშირად ჩნდებაო სამხედრო თვითმფრინავებიო და თქვენ ალბათ ფიქრობთ, ეს რატო ხდებაო? რასაკვირველია, გასაგებიაო, რომ ეს ფრენა არ არის სასწავლო ფრენა. ეს ხდება იმიტომ, რომ მიდისო განადგურება გლობალური სიხშირეებისა. გლობალური, უბრალოდ მაპატიეთ, მიდისო გლობალური განადგურება სიხშირეებისა. ის გულისხმობს ნეგატიურ სიხშირეებს. ეს არის მაღალ განვითარებული ტექნოლოგიებით აღნაგულ, მაპატიეთ, როგორ თქვა, აღჭურვილი თვითმფრინავები თავისი დატჩიკებით მაგნიტური სპექტრისა, რომლებიც გამოიყენება მჭიდროდ დასახლებული პუნქტების გასაკონტროლებლად. და ამ თვითმფრინავების საფრენო მარშრუტი ემთხვევა დასახლების კომუნიკაციური ხაზებს. მათი ამოცანა ამ დასახლებულ პუნქტებში აღმოაჩინოს და გათიშოს არარეგისტრირებული ქსელები, რომლებიც გამოიყენებოდა ფარული კონტროლისთვის, ფსიქოლოგიური მანიპულაციებისთვის და რასაკვირველია გონებაზე კონტროლისთვის. ალბათ ყველა მითით, რომ მარტო სხვაგან კი არა, სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც არის დაყენებული 5G კოშკები. გახსოვთ ერთი პერიოდი 90-იან წლებში, მე არ ვიცი, სხვაგან ფოთში მაგალითად იყო მდგომარეობა სიტუაცია 90-იან წლებში, მასიურად ხდებოდა ეს, ფეხზიმე ქალებს უგდებოდათ ნაყოფი. მუცელში უგდებოდათ ნაყოფი.
ერთ ჩვენ ახლობელსაც დაემართა ეს გოგონა, გარდაიცვალა ნაყოფი, რომელიც იყო გოგო, გარდაიცვალა მუცელში. და არც კი შეუმჩნევია. შემთხვევით დაამოსულა სტუმრად და ფერი არ მოწონებია დის, წაუყვანია, არც კი უძნია, რომ მისი ნაყოფი გტარია, ფეხზიმე ქალს. ასეთი მდგომარეობა იმ წლებში იყო მასიურად. და მაშინაც ამბობდა ხალხი, ეს ანდების ბრალიაო. და ანდების ბრალი კი არა, ის მაშინ სად იყო 5-ჯი, მაშინ იყო 3-ჯი. 3-ჯი, 2-3-ჯი. და მაშინაც ესე იგი გამოდის, რომ გლობალური მთავრობის ასე ვთქვათ მომხრე იყო იმ დროს საქართველოს მთავრობა, ხო? ამ ჩართეს რაღაცა ჩართეს, რამაც გამოიწვია ამ ბავშვების სიკვდილი. მუცელში სიკვდილი. დედიფის მუცელში სიკვდილი. რაღაც ისეთი ხელსაწყო და ამდაგვარი ხელსაწყოების ძებნის მიზნით დაფრევენ ეს სამხედრო თვითმფრინავები ამერიკაში. ახლა რაც ხდება მსოფლიოში, მე კიდე მართალია ვიმეორებ, მაგრამ შეიძლება თქვენ წინა ვიდეოებს არ უსმენდეთ ზოგიერთები და მინდა გითხრათ, რომ ახლა ხდება ზუსტად ასეთი ამბები. ყველგან ადგურდება ეს და უკვე საბოლოო შეტევა მიდის დარჩენილ ჩრდილოან სახელმწიფოზე, ლიდერებზე, მათ მსახურებზე. და მინდა გითხრათ, რომ არც საქართველოა გამონაკლისი. რა გონიათ? ქალაქებში, სადაც კი ყველგან არის ეს მობილური ქსელების ანძები. იქ არ იყო, იქში არ ვიცი ხა საქართველოში რა მოხდა, არის თუ არა კონტროლის ქვეშ თუ აკონტროლებს მთავრობა ამ ანძებს თუ ხანდახან ხოლმე ამოწმებს ანძაში თუ არის რამე სხვა ხელსაწყო, არ ვიცი, მაგრამ ამერიკაში მასიურად იყო ასეთი შემოწმებები და მასიურად გაჩიშეს ხელსაწყოები, რომლებიც ადამიანზე ახდენდა ცუდ ზეგავლენას. მაგალითად, იქ ქონიათ ხელსაწყოები დამონტაჟებული, მე ისე თქვა რომ რაღაც ვიდეოში, რომ ჟანგბადის უკმარისობას იწვევს. დიახ. და დღესდღეობით აი სახელმწიფოში რა მდგომარეობა ამ მხრივ მე არ ვიცი, ვერ გეტყვით ვერაფერს. ასეთი ინფორმაციები ისიც კი არ ვიცი, მაგრამ ქიმიოტრასები იქნება, მე ბევრჯერ შემიჩნევია რაღაც ამდაგარი სიტუაცია, მაგრამ ქალაქ ზუგდიდში არ შემიჩნევია ასეთი რაღაცა და საერთოდ დიდ ქალაქებში ყოველთვის ხდება ქიმიოტრასები და ახლა რა მდგომარეობა ვერ გეტყვით. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ბევრი ანტიდეპრესიული, ბევრი ქრონიკული დეპრესიები მასიურად ხდება, ქრონიკული დეპრესიები. მასიურად 2001 წლიდან. ბევრი ადამიანი დამჯდარია ანტიდეპრესანტებზე. და ვინც ანტიდეპრესანტებს სვამს, ისინი ფაქტობრივად გათიშვლები არიან. გათიშვლები დადიან. იმიტომ რომ ის წამლები საერთოდ ძლიერი წამლებია. კარგით, მოდით ისე პრეს დაუბრუნდეთ. მე რატომ გადავედი ამ თემაზე? აი ესეთი ასე დაფრენავენ ახლა ეს სამხედრო თვითმფრინავები აღჭურვილი ბოლო განვითარებული ტექნოლოგიებით, რომ ასეთი არადარეგისტრირებული ქსელები აღმოაჩინონ, რადგან მათ აქვენ ამ არადარეგისტრირებულ ქსელებს მაგდაგვარი აპარატები, ტექნოლოგიები და ამიტომ გამახსენდა მე ეს ამბები.
ხო, ამერიკის სერვერებზე, ინტერნეტის სერვერებზე იყო აღმოჩენილი ფაილებიო, რომლებაც სადაც იყო დაფიქსირებული ამ სისტემის მუშაობა. ხო, იყო შექმნილი სიხშირეების ფართო სპექტრი ქსელები, რომლებიც იყო განკუთვნილი ადამიანების გონების და მოქცევის გასაკონტროლებლად. და არა გასაკონტროლებლად, კიდევ დამატებით, რომ ემოქმედათ ამათზე იმ სიხშირეებით, მათ მოქცევაზე ემოქმედათ. და ეს კეთდება ატმოსფერული იმპულსური სიგნალებით. როგორ ფიქრობთო, საიდან მოდისო ეს ატმოსფერული იმპულსური სიგნალებიო? კითხვა დასვა ისმაილ პერეზმა. დაფიქრდით, მთელი ეს ანძები. დიახ, ამაზე დაფიქრდით, ეს ანძები. ელექტრომაგნიტური მანიპულაციების ქსელები იქნა ჩამონტაჟებული ამ ანძებში, ამ მობილური ქსელების ანძებში. გზავრების, ხელოვნური გზავრების რეტროსლატორები, რომლებიც გადასცემენ, ესე იგი, აგრეთვე გოლფის ინფრასტრუქტურაში, გოლფი ხომ იცით თამაში, დიახ, მაგის ინფრასტრუქტურაში იყო ჩამონტაჟებული თითქმის ყველა ფართო უბრალოდ დიდ ქვეყნებში და ესე იგი ჩამალულია ვითომ და კომუნიკაციის გაფართოების მიზნით. მაგრამ მიზანი არ იყო კომუნიკაციის აჩქარება, არა, როგორც ამას ამბობენ ხოლმე, მაგრამ მიზანი იყო ელექტრომაგნიტური დაბალი სიხშირეებით ადამიანების გონების გაკონტროლება. და ეს მეთოდი მაგათმა აქტიურად, უბრალოდ ისინი აქტიურად იყენებდნენ ამ მეთოდს 2019 წლის ბოლოსკენ, როდესაც აამუშავეს ეს სისტემა და ეს კეთებოდა იმისთვის, რომ ადამიანები არ დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ რას ეუბნებოდნენ მათ. აგრეთვე ამას იყენებდნენ პოლარიზაციის შესაცვლელად, ხასიათის შესაცვლელად და ეს ყველაფერი აქტიურდებოდა დისტანციურად სიგნალის დახმარებით, რომელიც გადაიცემოდა უსადენო ქსელით. და ეს ქსელი ამერიკაში ახლა ამ ქსელს დემონტაჟს უკეთებენ, აუქმებენ, მაგრამ საქართველოში თუ ამას აქცევს ვინმე ყურადღებას არ ვიცი. რადა ახლა, თუმცა მე მგონია საქართველოში არ აუქმებენ, რატომ და ყველგან მიდის რეკლამა გადადით 5G-ზე. მობილური ქსელები გიგზავნიან ხომ რეკლამას, ჩვენ ყველას გვიგზავნია, გადადით 5 ქსელზე. 5G-ზე, მაგრამ სინამდვილეში მეტი სიჩქარე არ არსებობს. ეს 5G იმიტომ უნდათ რომ ჩართოთ, რომ ჩვენზე გქონდეთ ზეგავლენა იმ ელექტრომაგნიტური სიხშირული ტალღების მეშვეობით. ამიტომ ნუ გადახვალთ 5G-ზე. სინამდვილეში ეს სიჩქარე არ არის მობილური ტელეფონების სამუშაოდ, ან ინტერნეტის სამუშაოდ. სიჩქარე დარჩება იგივე. უბრალოდ ჩვენზე უნდათ გქონდეთ ზეგავლენა. ეტყობა ჯერ კიდევ მოქმედებს ეს ფარული ქსელი საქართველოში. ამერიკაში უკვე დემონტაჟს უკეთებენ, ანადგურებენ, ეძებენ ამას, რომ შენ დემონტაჟი გაუკეთო. ჩვენთან რა ხდება, მე მგონია ჯერ არცაა დაწყებული, რადგან ეს რეკლამები მიდის, ამ SMS-ს გვიგზავნიან, რომ 5G-ზე გადადით, ესე იგი ეს ხელსაწყოები არსებობს იმ ანძებში, იმ ოპერატორების, მობილური ოპერატორების ანძებში, რომლებიც აყენია ქალაქებში. კოსმოსური ძალების დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, სისტემატურად დაიწყეს ამ ფარული ქსელების გათიშვა
და ეს გათიშვებიო არ იზღუდება მხოლოდ ჩვენი ქვეყნით, ესე იგი ამერიკით. ევროპა და აზია ადასტურეს, რომ იქაც ამდაგვარი ოპერაციები ტარდებაო. გერმანიაში სამხედრო ძალების წარმომადგენლები გადაცმული ტელეკომუნიკაციური მომსახურების ტანსაცმელში იყვნენ ნანახი, თითქოს და ისინი ატარებდნენ რაღაც კომუნიკაციურ სამუშაოებს, თითქოს და სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ. სამხრეთ კორეაში, აღმოსავლური ევროპის ზოგად ნაწილებში მთავრობის ანძებზე ამონტაჟებენ ხელსაწყოს, რომელსაც აქვს ეკრანი, ესე იგი ირეკლავს ისეთი ეკრანები, რომელიც ირეკლავს, როგორ გითხრათ, სინათლეს ალბათ. ხო, რომელიც არისო იმისთვის გაკვეთილი, რომ ესე იგი ბლოკირება გაუკეთოს არასანქციონირებულ სიგნალებს, ანუ ამ ფარულ სიგნალებს. ეს არის მეოთხე ეტაპის ნაწილი ძველი სისტემის დემონტაჟი, მით უმეტეს იმ სისტემისა, რომელიც ჩვენ ბომბარდირებას გვიკეთებს ნეგატიური სიხშირეებით, რადგან ეს სიხშირეები მასიურად იწვევს ხალხში დეპრესიულ მდგომარეობას და ამ ხალხში იწვევს პროვოცირებას ნეგატიური მდგომარეობისკენ და ციტირებას აკეთებს ახლა ისმაილ პერესზე იმ მასალიდან, რომელიც იქნა აღმოჩენილი, რომ ჩვენ ახლა დემონტაჟს ვუკეთებთო სისტემის ბოლო კვანძებს. როდესაც ეს პერეზაგრუსკა გადაწვირთვა მოხდება, ცა გახდება სულთა. გასულთავდება უბრალოდ. და ზოგიერთი მეკითხებაო, რატომ დღემდე რატო ხდებაო ჩვენი დასხივება ამ იმპულსებით. მაგრამ ეს მალე დამთავრდებაო. ხო, ოპერაცია ხშირად არის დაკავშირებული შიშებთან, ამ მობილური ანძებთან დაკავშირებით, 5G გამოსხივებასთან დაკავშირებით, რომელიც მოდის ამ მობილური კოშკებიდან. იმ მეცნიერების ესე იგი დასკვნით, რომლებიც მუშაობენ თეთრ ქუდებზე, ხო, გინდა იჯერეთო, გინდა რაო, მაგრამ თეთრ ქუდებსო ყავთო თავისი სამეცნიერო წრე და ისინი ამბობდნენ, მათ თქვესო, რომ ეს ანძებიო, რომლებიც იყო დაყენებული 2019 წელსო და მე ხა ფიქრობო, მაგათმაო, რატო დააყენესო ეს ანძები? ისინი ხო ტრანსლაციას აკეთებენო აკრძალული სიხშირეებისო. მაგალითად, დაბალ სიხშირიანი იმპულსები, რომლებიც ცუდ გავლენას ახდენენ ადამიანის ტვინის იმპულსებზე და ანელებს მელატონინის გამომუშავებას. არადა ეს ნივთიერება მელატონინი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. ზოგი ჩივის რომ დაძინება არ შეუძლია ღამით. ეს სპეციალურად იქნა გაკეთებული ამ სიხშირეების დახმარებით. და კიდევ ისინი უმატებენ კორტიზოლის დონეს, რაც იწვევს სტრესულ სიტუაციებს, მაპატიეთ, რაც იწვევს სტრესს. კორტიზოლი არის ჩვენი მტერი და ამიტომ ადამიანი მალე ბერდებიან და ეს ეფექტები ხშირად აღიწერებოდა როგორც ქალაქური სტრესი. სინამდვილეში კი ამ ნეგატიური სიხშირეების დახმარებით ეს ხდებოდა სპეციალურად. კოსმოსურად ძალებმა აიღეს კონტროლი თავის ხელში და ახლა კი აკონტროლებენ და თავში უდგანან ამ საქმიანობას და ასუფთავებენ ამ ნეგატიური სიხშირეებიდან ამერიკას მარტო კი არა, არამედ მთელ მსოფლიოში, იმედია საქართველოშიც. ახლა ის ხელოვნური თანამგზავრები, რომლებიც
გაშვებულია დედამიწის ორბიტაზე მათ ხელმძღვანელობით აღჩობენ ამ ძველი ხელსაწყოების სიგნალებს, იმპულსებს და იცავენ მათ კვანტური არხებით, რომელიც კვანტური არხებით. დიახ, და ეს კვანტური არხები იქნება შეერთებული ფინანსურ სისტემასთან, რომელიც გახდება ახალი ქსელი ოქროს საუკუნეში. და ეს არხები დაცულია იმდენად, რომ მათი გატეხვა შეუძლებელია. და ისინი შეთანხმებულია ადამიანის ველის იმპულსებთან, რომელიც რეზონირებს შუმანის სიხშირეებთან, ესე იგი დედამიწის გულისცემის რიტმთან. დედამიწის გულის რიტმს მაპატიეთ, დედამიწის გულისცემის რიტმს შესაბამებოდეს უნდა. და ისინი აგრეთვე აბალანსებენ ნევრულ პრობლემებს და დადებითად მოქმედებენ ადამიანის ფსიქიკაზე, მაგრამ ეს კვანტური ქსელები, რომელიც ახლა ყენდება კოსმოსური ძალების დახმარებით, შეუძლებელია გამოიყენო როგორც იარაღი. სინამდვილეში ეს კვანტური ქსელი დაშიფრულია მოლეკულარულ დონეზე. მოლეკულა ხომ იცით რა? აი მაგ დონეზეა დაშიფრული. რაც არის დაცვა. როდესაც დამთავრდება საბოლოო გადატვირთვა ამ სიხშირეებისა, სამყარო ამას იგრძნობსო. არ იქნება არანაირი სიწყნარე, არა, ეს არ იქნება სიცარიელე, მაგრამ ხალხი ამის მიუხედავად იგრძნობს თავს მშვიდად. და ხალხი, რომლებიც იყვნენ დაძაბულები ამ ნეგატიური სიხშირეების გამო, უცებ იგრძნობენ განთავისუფლებას, იგრძნობენ, რომ მათ არავინ არ აკონტროლებს, რომ მათ ფსიქიკაზე არავინ არ ახდენს ზედატოვას და ხალხი ემოციებს არ აყვება, იმიტომ რომ დამშვიდებული იქნება. როდესაც გაჩიჩავენ ძველ ქსელს, საკომუნიკაციო ქსელს, ავტომატურად ჩაერთება ეს კვანტური ქსელი და ავტომატურად ჩაიწერება თქვენი ხელმოწერა. ხო, მის სამახსოვრო, ასე ვთქვათ, ყუთში როგორც კეთდებოდა ეს ინტერნეტში მონაცემები, ხომ იწურთებოდა ინტერნეტის საბაზო რაღაც დასუძახიან, მაგას არ ვიცი. საბაზო მე ვერ ვკვირვი ამაში კარგად. ხომ არის რაღაც საბაზო ცენტრი. ხო გვხვდება ინფორმაცია, ასევე კვანტური ქსელის ჩართვის დროს ავტომატურად ჩაერთება ეს კვანტური ქსელი, როდესაც ძველი ქსელი განადგურდება და ეს ჩვენი ხელმოწერა ავტომატურად გადავა ამ კვანტურ მონაცემებში. ენერგია, რომელიც ახლა დედამიწაზე მოდის, არ იგრძნობა როგორც 200 წლის უკან იგრძნობოდა. ისეთი დამძიმებული არა, უფრო შემსუბუქებულია. ხო, ახლა პერესმა მოყვა თუ როგორ არის საბანკო მაფია დაკავშირებული სპორტულ თამაშებთან. ხო, მე იმას ახლა ვერ გადავთარგმნი, იქანე ისეა ყველაფერი მოყვანილი, რაღაც ფილმებია დასახელებული, მოკლედ გეტყვით. თურმე ამერიკაში ყოფილა ასეთი მახინაცია, რომ ვინ მოიგოს და ვინ წააგოს, ეს წინასწარაა დაგეგმილი. ამაში არის ყოფილა ძალიან ბევრი ფული ჩადებული და გაიხსნა ძალიან ბევრი ასეთი კორუმპირებული თამაშები. და ხალხს ჯეროდა და დევდა ამა თუ იმ გუნდებზე ფულს და ყოველი ტრამაც კი იყო სიგნალი იმისა, რომ დაერიცხათ ფული, რომელსაც ათეთრებდნენ მოთამაშეებზე. და კიდევ ისმაილ პერესმა მოყვა თუ რა მახინაციები ხდება ყველა
განხრით მარტო სპორტში კი არა, იგივე შოუ ბიზნესში დაწყებული, ესე იგი, იგივე ფილმებთან გადაღებასთან დაკავშირებით დაწყებული გოლივუდიდან ყველა სფეროში გამოვლინდა მახინაციები და გრძელდება ამ მახინაციების გამოვლინება. ტრამპი ყველაფერს ავლენს, არაფერს არ ტოვებს, არც ერთ მხარეს, არც ერთ სფეროს. მოყვა თუ რა ხდება, ახლა მე არ დავიწყებ დეტალებში ლაპარაკს, იმიტომ რომ ასეთი სიტუაციები ყველგანაა, კი იცით. კიდევ მან ახსენა, რა ქვია, გამაგწდა იმისი ცოლი, კლინტონის ცოლი, კილერიო თუ მაპატიეთ, ვერაფრით ვერ გავიხსენე. კილერი ქვიოდა მგონი თუ არ ვცდები, ხო? ნამდვილი ჰილარ კლინტონი, ხო, მგონი კლინტონია, ნამდვილი ჰილარ კლინტონი დააპატიმრეს 2019 წელს. ახლა ეს არის ორეულის დაპატიმრების ბრძანება გაცემული. ჩვენ საუბრობთო ჰილარის კლონზე, რომელიც გაამგზავრესო გვანტანამოში, რაღაც ადგილი ყოფილა ეს. ხო, ის ბიოლოგიური ჰილარ კლინტონია გაგზავნილი გვანტანამოში და ახლა ამ მის კლონზე გასცეს ბრძანება დაპატიმრების. თან ამ კლონს ფარველობს სოროსი, როტშილდი. მინდა გითხრა ერთი რაღაცა. ეს ვიდეოები რუსულად ითარგმნება რობოტის დახმარებით. ამათ თარგმნის რობოტი. ხო, და ახლა ადამიანი როდესაც თარგმნის, დაუშვათ მე ვთარგმნი რუსულიდან, ხო? ხო, მეცეს მე სიტყვები და რობოტს უშვებს შეცდომებს. ახლა ჰილარი კლინტონს სხვანაირად ამბობს კილერი. ხო, მაგრამ მე ხელად მივხვდი ჰილარი კლინტონზე რომ იყო საუბარი და ბობ, ისა ბობი. ბილი კლინტონი ქვია მაგას, არ მახსოვს. ნუ ბევრ ასეთ შეცდომებს უშვებს რობოტი. ისეთ რაღაცებს ამბობს, ისეთნაირად თარგმნის, რომ და მე უბრალოდ ხვდები აზრს. და საერთოდ მე არ მიყვარს რობოტის მიერ გადათარგმნილი ვიდეოები, მაგრამ ასტრალიონიკიდან უფრო მიყვარს გადათარგმნა, იმიტომ რომ იქანე ასტრალიონიკაც ყავს თარგმნილი ინგლისურიდან, რომელიც პირადად ინსაიდერისგან იღებს ინტერვიუს, ხო, ინგლისურად და შემდეგ მას თარგმნიან რუსულად. და ადამიანი თარგმნის, არა რობოტი. ხო, და ასეთი ადამიანის ნათარგმნი ვიდეოა მე რომ აქვს პენი ბრელის მონაწილეობით 12 ინტერვიუ და 2 საგა, რომელიც მე თარგმნი იყო რობოტის ნათარგმნისგან. ამიტომ იქ ჩატეულია პენი ბრელის ყველა ვიდეო ჯამში ამ 12-დან. არის კიდე მესამე, მეოთხე საგა, მაგრამ არ ღირს. მაინც განმეორდება მისი ნათქვამი იქა ინტერვიუ. ხო, ამ ის ველპერესი ამბობს, რომ მას აქვს ურთიერთობა ჯიდაიდებთან, ვალენტინ ტორთან და ვალენტინმა ერთ-ერთ ჯიდაების წარმომადგენლებმა გენერალია მგონი თუ არ ვცდები, რაღაც ალგორითმის არსებობაზე მისცა ინფორმაცია ის ველპერეს, რომ მან უკეთესად იმუშაოს. ხო, ხრანიჭილი მე მათ ქართულად თარგმნი როგორც დამცველებს მაღალი განსუმილებებიდან, 3 მაღალი განსუმილებებიდან, მაგათმაო შეაჩერესო ნეგატიური არსებების შემოჭრა ჩვენ სისტემაში, იმისთვის რომ ვიბრაციები არ დაცემულიყო. მოდით მეც არ გავაგრძელებ რა და
ის რაც ყვება აწი და რაც მე გამოვტომე ქართული სვენელიც არ იქნება საინტერესო მე მთავარი ინფორმაცია ამოვიტანე რაც მნიშვნელოვანი იყო რაც ეხებოდა დაბალ სიხშირეებს რომლებიც ცუდად მოქმედებენ ადამიანზე ხო და ეს პრობლემა საქართველოშიც არ არის სიახლე აქაც აქტიურია და არ ვიცი როგორ მაგრამ როგორ მე ეს პრობლემა მე მგონი უნდა მოგვარდეს თუ იმეს იცნობთ ვისაც აქვთ ან ახლობელი მუშაობს თქვენი ან ნათესავი მუშაობს თქვენი ამ ასე ვთქვათ მაპატიეთ გამავიწყდა ну ამ კომუნიკაციებში ხო ეს სიტყვა დამავიწყდა ან საკომუნიკაციო მინისტრი ან ვინმე მდივანი ხომ არსებობს მე არ ვიცი მაპატიეთ არ გაგეცინოთ ჩემ ნათქვამზე ვიღაცა მთავარი მახალთანადობობის პირი ხომ არსებობს ვინც ამას ყველაფერს აკონტროლებს და თუ გაქვთ თქვენ ყავთ უბრალოდ ახლობლები ან კონტაქტი ამ ხალხთან ან იცნობთ ახლოს ამ ადამიანს მე მგონი ეს ძალიან საჭირო თემაა ჩვენ ჯანმრთელობას ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობას ეხება და იგებ გაარკვიოთ მე გთხოვთ თქვენ ძვირფასო სვენელებო ვინც მოусმინა ახლა ამ ვიდეოს ბოლომდე იგებ გაარკვიოთ და კომენტარში დაწეროთ ამ საკითხთან დაკავშირებით რა მდგომარეობა საქართველოში ძალიან მაინტერესებს მე მგონია ბევრს დაინტერესებს ეს ამბავი ეს ხო ჩვენ ფსიქიკურ ემოციურ ჯანმრთელობას ეხება და ჩვენ ტვინზეც მოქმედებს ცუდად თუ კი არა ფოთის მაგალითი მე როდი მოგიყვანეთ მასი მდგომარეობა მithudes 5G ახლა უნდათ რომ ქართველებმა საქართველოში შეიძინონ 5G სულ ამის აგიტაცია მიდის SMS-ებით სულ ასეთი SMS-ები მომდის მეც გადადით 5G-ზე ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს გაქვთ ასეთი კონტაქტი და შეგიძლიათ რამე ამბავი გაიგოთ ძალიან მნიშვნელოვანია მარტო ჩემთვის არ იქნება ეს მნიშვნელოვანი ალბათ ბევრს დაინტერესებს თქვენ გარშემო კარგი მადლობთ ყურადღებისთვის ხო გამოვიდა მოკლე ვიდეო 38 წუთი შეიძლება მეორე ვიდეოც ჩავატიო არ ვიცი ნახოთ შეხვედრამდე მადლობთ ყურადღებისთვის